დღეს არის 3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს და მე მინდა ერთ პატარა საკითხს შევეხო, რომელიც დღეს გამახსენდა, როდესაც საზღვარგარეთ, კერძოდ ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაში ვაგზავნე ხოლმე სააპლიკაციო ფორმებს, ყოველთვის ვუთითებ, რომ ვარ სმენა დაქვეითებული. საქართველოში კი ასე არ ვიქცევი, ხან ვამბობ, ხან არა, იმის მიხედვით, რას მიკანახებ ჩემი ინტუიცია და როგორი სიტუაციაა ზოგადად. მაგალითად, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვაგზავნე, იქ შეიძლება მივუთითო, იმიტომ რომ ისინი მოწყვლად და მარგინალიზებულ ადამიანებთან მუშაობენ ხოლმე უმეტესად, მაგრამ თუ ვაგზავნე კერძო კომპანიაში, შეიძლება საერთოდ არ გავამხილო, რომ ვარ სმენა დაქვეითებული, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის გამო ჩემს კანდიდატურას არ განიხილავენ. ძალიან ბევრი სტერეოტიპი და სტიგმა არსებობს სმენა დაქვეითებულ ადამიანებზე, ამიტომ მინდა ხოლმე, რომ იმის შანსები, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილონ საერთოდ შევამცირო. თქვენი გამოცდილება როგორია ამ მხრივ, გამიზიარეთ და იმედი მაქვს, რომ წლებთან ერთად ეს მდგომარეობა შეიცვლება, სწორედ ამას ემსახურება ჩემი ეს ვლოგები და ვიდეოები, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება სმენა დაქვეითებული პირების მიმართ.